მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთოთ საჯარო გაშლა უახლოესი ერთვის ტენდენციები. მას ასე აქტუალურია ვიდეო ნახვიდან არა აქვს მნიშვნელობა როდის ნახავთ და რა ხდება უახლოესი ერთი თვე. მოდი ვნახოთ განვიხილოთ ზოგადი ენერგიები. Ჩაიფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი, შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე დავიწყოთ. შეგახსენებთ, რომ ჩემს სახელზე არის ძალიან ბევრი fake account-ი გახსნილი, მეგობრებო, ამიტომ ფრთხილად იყავით, ნუ გადააგზავნით თანხა, სანამ არ გაიგებთ ჩემს ხმოვანს, არ მიიღებთ სიტყვებით ხმოვანს და მიხვდებით, რომ ჩემი ხმა მანამდე თანხა არავის არ გადაურიცხოთ. ძალიან ბევრი fake account-ია გაკეთებული, არა მხოლოდ ჩემი როგორც ტაროლოგის, ძალიან ბევრი ტაროლოგების საიტები გააყალბეს, გადატანილია ვიდეოები. დაიმახსოვრეთ, რომ მე პირველი არავის არასოდეს არ ვწერ. ამიტომ იცოდეთ, რომ სანამ არ მიიღებთ ხმოვან შეტყობინებას, არ დარწმუნდებით, რომ ვარ თანხა არავის არ გადაურიცხოთ. მას ასე უახლოესი ერთი თვის ტენდენციები და თუ შეხვდეთ fake account-ები, აუცილებლად დაარეპორტეთ, გთხოვთ, რომ საერთოდ გაქრეს TikTok პლატფორმიდან. მადლობა. მას ასე ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ? ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ? ბევრი თქვენთაგანი გამგზავრებას ფიქრობს უახლოესი ერთი კვირის ტენდენციაზე, ან 7 რიცხვი შეიძლება იყოს, ან უახლოესი აი ეს მე-7 თვეც, ანუ ივლისი. ნახეთ, ივლისის თვეში ბევრი თქვენთაგანი წასვლას გამგზავრებას გადაწყვეტავთ. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით არის რაღაცა გარკვეული დაბრკოლებები, სხვათა შორის უახლოეს პერიოდში მოგვარდება თქვენი პირადი სივრცე, ვისთანაც არ არის პარტნიორი, ჩნდება საოცარი ადამიანი და ახალი ადამიანი, რაც რეალურად მოგიტანთ გრძნობებს, ემოციას და ასე შემდეგ. შესაძლებელია პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ბევრი თქვენთაგანი არჩევანის წინაშე დადგეს, რომლის გაკეთებაც უდაოდ მოგიწევთ არჩევანის. ანუ შეიძლება განვიხილო ორი პარტნიორი, არა აქვს მნიშვნელობა ქალები მიყვარებთ და მამაკაცები. ამიტომ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ ფუნდამენტური შრომა მოგიწევთ და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ძალიან ბევრი თქვენთაგანთან საოცარი რესურსები იხსნება უახლოეს პერიოდში. ნახეთ, დაკეტილი გზები, თუ კი აქამდე ვფიქრობთ, რომ ყველა სივრცე ჩვენთვის ჩაკეტილი იყო, რატომღაც იხსნება ეს ჩაკეტილი სივრცე, არ აქვს მნიშვნელობა, რას უკავშირდება ეს ფინანსებს, პირად ურთიერთობებს თუ ასე შემდეგ. აი ეს უახლოესი სამი პერიოდი შესაძლებელია ზაფხულის პერიოდს განვიხილავდეთ, თუ კი ზაფხულში უყურებთ, თუ არა და უახლოესი სამი თვის ტენდენცია მიუხედავად იმისა, რომ ერთ თვეს განვიხილავ, ვიტყვი იმას, რომ გამიშალა უფრო რესურსი, გამიშალა უფრო დრო და პერიოდი, აქ ბევრი თქვენთაგანი სამსახურთან დაკავშირებითაც, ფინანსებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვიღაცაში სამსახური შეცვლა უნდა, ვიღაცა საერთოდ ასრულებთ იქ მოღვაწეობას, სადაც ეხლა ხართ. იმიტომ რომ ამან უკვე თავისი დრო და რესურსი ამოჭამა, აღარ მოაქვს ის ფინანსური კეთილდღეობა თქვენთვის, რაც აქამდე მოჰქონდა. წინსვლები გექნებათ აუცილებლად უდაოდ, ეს უკავშირდება ფინანსებს, ეს უკავშირდება სამსახურს, ბევრი თქვენთაგანი შეცვლას ფიქრობს და გეგმავს და ეს იქნება სამართლიანი და სწორი და მართებული. სხვათა შორის სადაც თავს დისკომფორტში გრძნობთ, იქიდან აუცილებლად წაგეთ, იმიტომ რომ ბევრად უკეთესი ვარიანტი ჩნდება თქვენს ცხოვრებაში და ბევრად უკეთესი რესურსები შემოდის ფინანსების თვალსაზრისით. თუ ამას განვიხილავთ და ურთიერთობებთან დაკავშირებით, ტოქსიკური ურთიერთობებთან, სადაც უკვე ძალიან დიდი ხანია იმყოფებით და ბევრი კითხვის ნიშნები, რაზეც პასუხები არ გაქვთ. აქ არის манипуляტორი პარტნიორი, აქ არის მატყუარა ძლიერი ადამიანი თქვენს გვერდით. ამიტომ აი ამ გადაწყვეტილებებს, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია წონით, უახლოეს პერიოდში მიიღებთ. იმიტომ რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობები, სადაც ტკივილისა და სიღარიბის ენერგიას უფრო იმჩნევს, ვიდრე ემოციას და სექსუალურ ენერგიებს, აქედან გამოსვლას აპირებთ ნამდვილად. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იცადეთ, მით უმეტესად სამკუთხედია და საბოლოოდ გადაჭრით ამ საკითხს, გამოდიხართ ტოქსიკური ურთიერთობებიდან, გილოცავთ, ეს იქნება ყველაზე სწორი და მართებული თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ საოცარი ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც მოაქვს სტაბილური ურთიერთობა, რასაც ქორწინება, ჯვრისწერა და ასე შემდეგ მოყვება. ნახეთ, ურიანი თასები როგორც გაღრმავებულ და გულწრფელ ემოციას, ასევე ნიშნავს არჩევანსაც, მეგობრებო, ამიტომ აი სწორი არჩევანის გაკეთების დრო დადგა, ვფიქრობ და ამას აუცილებლად გააკეთებთ. სხვათა შორის ის ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უნდა გამოჩნდეს, შორიდან გაგვერდებათ, ტრიალებს თქვენს ირგვლივ, თქვენ შორი ახლოს, ამიტომ ელოდეთ თუ ახლოს ორ პერიოდში, შეიძლება იყოს 2 დღე, 2 რიცხვი, 2 კვირის ტენდენცია, ვიდეო აქტუალური ნახვიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაღაცა საინტერესო შემოთავაზება მოდის პირად ურთიერთობებში. ვაუ. მოდი ზოგადი ენერგია ვნახოთ უახლოეს ტენდენცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც. ვისთანაც ორსულობა აქტუალური გოგოებო გილოცავთ. აუცილებლად დაჟე ტყუპების ალბათობაა.
ნახეთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთი ძალიან საინტერესო რამ, მეგობრებო, ვისაც რაიმე გაწუხებდათ, აუცილებლად მზე გამოდის და თითქოს თავიდან დაბადება უნდა მოხდეს ენერგიის თვალსაზრისით, ვინც იკეთებდით წმენდის რიტუალებს და ჩამოკიდებული სცენარი იყო როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსებშიც, აბსოლუტური გახსნა რესურსების, აი ამ მზის ზაფხულის მოსვლასთან ერთად, აი ამ თბილი ენერგიების მოსვლასთან ერთად, თქვენი ხელახლა დაბადება ხდება ენერგიის თვალსაზრისით. თუ კი დეპრესიული ფონი არსებობდა, მენტალური მდგომარეობა მინდა გამომახვილო ყურადღება, ამას აუცილებლად აქედან აბსოლუტურად გამოდიხართ, აი რეალურად ხდება თქვენი ახალი ენერგიების შეძენა, ახალი სიცოცხლის მატება, რაღაცნაირად აი სავსე ენერგიებით მოდიხართ. ერთადერთი რაც მინდა გავამახვილო ყურადღება, ალკოჰოლს მოერიდეთ უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ აქ არის ინტოქსიკაციის ალბათობა, მეგობრებო, და პარალელურად ფეხის და ხელის კუნთებს მიაქციეთ ყურადღება, რაიმე ტრავმა არ მიიღოთ, ვინც საჭეს მართავს განსაკუთრებით მართვის. კი ბატონო, ბევრ თქვენთაგანთან აქ დადგება ორსულობის საკითხი, როგორც გავამახვილე, აუცილებლად ეს ძალიან დიდი სიხარულის ენერგიას მოიტანს, პარალელურად მიაქციეთ ყურადღება მკერდის საშულოსნოს ქალებისთვის განსაკუთრებით, მკერდის და საშულოსნოს ტენდენციებს აქ ვისაც გაწუხებთ რაიმე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. რა არის ის, რაც ძალიან გაგიხარდებათ? რა არის ის, რაც ძალიან გაგიხარდებათ? ტოქსიკური ურთიერთობებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოსვლა, გადაჭრა ამ საკითხის, განთავისუფლება, დამშვიდება, ხელახლა დაბადება, აი ნოლიდან თითქოს იწყებთ ახალ ნაბიჯებს, ახალ ურთიერთობებს, ახალ სიცოცხლეს, აი ესეთი ემოცია მოდის. აბსოლუტურად გამოდიხართ ავადმყოფური განცდებიდან, ავადმყოფური ემოციებისგან, ტოქსიკური ურთიერთობებიდან, რაღაცა წინააღმდეგობებიდან, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანი ერთი და იგივე წრეზე იტრიალეთ. ეს იქნება ძალიან სასიხარულო თქვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ხანია ესეთ გაწოლილ მდგომარეობაში ხართ და მერე და ვერ დააღწიეთ თავი ამ მდგომარეობას, რამაც ძალიან დიდი ტვირთი მოგკიდათ, ბევრი, ძალიან დიდი ტვირთი მოგკიდათ. აი ამ ტვირთისგან განთავისუფლება და გამარჯვების არკანიც ამოვიღეთ, საკვირველია. უდაოდ მოდის გამარჯვებები თქვენს ცხოვრებაში, ფინანსებს მოერიდეთ, ჯიბეს მოერიდეთ აუცილებლად, დანაკარგების ალბათობა, აქ უფრო ან გაფლანგვის, ან დანაკარგის ალბათობა, მეგობრებო. აუცილებლად ამასაც მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ერთი რამე შეიძლება უდაოდ თქვა, რომ 100%-ით, რომ აი ძალიან საინტერესო ცვლილებების ეტაპი გეწყებათ. მიუხედავად იმისა, რომ განვიხილავ ერთთვის ტენდენციას, უახლოესი 3 პერიოდი, შეიძლება 3 კვირაც იყოს, რასაკვირველია, საოცარი ცვლილებების ეტაპი გეწყებათ, ნელ-ნელა იწყებს ეს, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებების შემოსვლას, მაგრამ ნელ-ნელა როგორც პირადი ურთიერთობები, ასევე ფინანსური ჯანმრთელობაც და ფინანსებიც ლაგდება და თავის რუტინას უბრუნდება, რაც აქამდე გქონდა და ის წინააღმდეგობები, რომლებიც იყო, თავისუფლდებით. ნამდვილად. ვიღაცა ბინასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებებს, სხვათა შორის ცოტა ხანი გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება, ან რაღაც სირთულეს გადაეყარეთ ბინასთან ჭერთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოგვარდება. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძვირფესებო, მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.